სასაზღვრო ქალაქ ურანოპოლისიდან, ათონისეთის მთავარი პორტისკენ, დაფნისკენ ბორანით მივემგზავრებით. მკაცრი კონტროლისა და ნებართვების აღების შემდეგ ეს წმინდა მთაზე მოხვედრის ერთადერთი გზაა. საბერძნეთში მდებარე ქალკედონის ნახევარკუნძულის სამი განშტოებიდან ერთ-ერთი ათონის მთა დედამიწაზე დღემდე მართლმადიდებელთა მთავარ სიმაგრედ რჩება. აღდგომის წინა კვირაში აღიონოროსი ასობით მომლოცველი მიემგზავრება. გემზე მათი რაოდენობა ზღვის ნაპირზე მონასტრების შეხვედრასთან ერთად მცირდება. წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იმდენი მომლოცველი ჩადიოდა, რომ მეფე ნიკოლოზ 2000 კაციანი სასტუმროს მშენებლობა დაუწყია. ამავე პერიოდში რუსეთში ლენინმა კომუნიზმის მშენებლობა დაიწყო და 1 საუკუნეა დაუმთავრებელი, უზარმაზარი შენობები რუს მორწმუნეებს ამაოდელიან. დაფნის პორტში ჩასულებს მოულოდნელად გვატყობინებენ, რომ მძიმე მარხვის გამო სინოდი გადაღების გადადებას ითხოვს. გეგმები იცვლება. ჩვენი მეგზური, ცნობილი ბერძენი მწერალი დიმიტრის ნოლასი ცდილობს პრობლემა პირადი ნაცნობობით მოაგვაროს. ერობაში მისი თანაკურსელი, სტავრონიკიტეს მონასტრის წინამძღვარი მამა სიმეონი გადაღებაზე უარს ვერ გვეუბნება და კურთხევასაც გვაძლევს. თუმცა გთხოვს, ბერებთან გასაუბრება არც კი ვცადოთ. სტავრონიკიტეს მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებს. აქ 17 ბერი ცხოვრობს. სხვა მონასტრების მსგავსად, ისინი ევროკავშირის გლობალური ზრახების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. თუმცა ზღვაზე გადაკიდულ კლდეზე მე-11 საუკუნეში აგებული მონასტრის უმძიმესი მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ ევროკავშირის ფინანსური დახმარება მიეღოთ. მონასტერში ამწე დღემდე დგას. ათონის მთას 20 კაციანი წარმომადგენლობითი სინოდი განაგებს. მთაზე 20 მოქმედი მონასტერია. სინოდი ევროკავშირის სხვა მონასტრების შეკეთებაზეც დათანხმდა, იმ პირობით, რომ აღიონოროსი ტურიზმისთვის დაკეტილი დარჩება. ბერები გარე სამყაროდან გაუნსაზღვრული დროით ნებისმიერ მამაკაცს მიიღებენ, ვისაც მათი ცხოვრების წესის გაზიარებისა და ლოცვის სურვილი ექნება. აქ ყველა და ყველაფერი ერთ მთავარ მიზანს, უფლის დიდებას ემსახურება. ათონელი ბერები კელიაში ისევე ასკეტურად ცხოვრობენ, როგორც საუკუნეების მანძილზე. თუმცა მონასტრის ბიბლიოთეკაში წმინდა წერილების გამოსაცემად მომზადებისთვის კომპიუტერს იყენებენ და უარს არც ტრაქტორის მართვაზე ამბობენ. სტავრონიკიტეს მონასტერში გატარებული ღამის შემდეგ ივერთ მონასტერისკენ მივემართებით. კეთილგანწყობის მიუხედავად, ტიპიკონის გამო იღუმენი სიმეონი ინტერვიუზე უარს ბოდიშის მოხდით გვეუბნება. ივერთ მონასტერისკენ, ანუ ივირონისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკამდე გვაცილებს და მეგზურად მორჩილსაც გვაყოლებს. დაკიდებული ბილიკი საკმაოდ სახიფათოა, რადგან ულამაზესი ხედებით გართულ გზავრს ეგეოსის ზღვამდე ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი აშორებს. პილიგრიმების ნაკვალევზე 3 საათის სიარულის შემდეგ ზღვის ნაპირზე ევირონის სანაპირო კოშკი და მეთევზეების ნავი გვხვდება. გამყოლი მორჩილი გვეუბნება, რომ ბილიკის ბოლოს 5 წუთში ივერთ მონასტერიც გამოჩნდება. ივერთ მონასტერი. 100 წლეულების მანძილზე ქართველთა მიერ ნაფერებით კივილიანი სიამაყე. 976 წელს ბერად შემდგარმა მხედართ მთავარმა თორნიკე ერისთავმა ბიზანტიელთა თხოვნით კვლავ მახვილი აიღო და ქართული მხედრობით მცირეწლოვან იმპერატორებს ბასილის და კონსტანტინეს ტახტი დაუბრუნა. მადლიერი ბიზანტიელების შემოწირულობით ათონის მთაზე ზღვისპირა მუშვენიერეს ადგილას უზარმაზარი ივერთ მონასტერი აიგო. ათონის წმინდა მთის ისტორიაში ქართული წიროლოცვა უპრეცედენტო იყო. სოფლიოსგან განმარტოებულ მართლმადიდებლური სამყაროს კულტურის ცენტრში იოანე, ექვთიმე, გიორგი და სხვა ქართველი ათონელები უფლის ადიდებელ ზარსაც კვლავ საქართველოს სახელით რეკდნენ. სამშობლოს გარიდებული ქართველები აქაც იბრძოდნენ. ქრისტეს სიყვარულით, ქრისტეს სიყვარულისთვის. 13 საუკუნის მიწურულს ივერთ მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს. ქართველმა ბერებმა კათოლიკობაზე უარი თქვეს. ჯვაროსნებმა 200 ყველაზე უხუცესი ბერი მონასტრიდან შეურაცხყოფილი გამოიყვანეს. დასხეს გემზე და იქვე მონასტრის წინ ზღვაში ჩაძირეს. ახალგაზრდებს კი საბერო სამოსი შემოაძარცვეს და რომში გაყიდეს.
ლოცვით დათმანილი ტკივილის სანაცვლოდ ივერთ მონასტრის ბერთა საძმოს მუდამ თან ახლდა ღვთიური მადლი. დიდ მარხვაში ბერებმა ივერთ მონასტრის სიახლოვეს ზღვაში ღვთისმშობლის ხატი შენიშნეს. არავინ მიიკარა ხატმა ბერთაგან, გარდა ტომით ქართველი გაბრიელ სალოსისა. როგორც ათონში დაცული ეტრატები გვამცნობენ, ლოცვითა და ლიტანიობით ივერთ მონასტრის წინ შეკრებილა ათონის ღვთის ბერთა საძმო. ლოცვით გავიდა გაბრიელი ზღვის ტალღებზე და ზეციური ნათელით შემოსილი ღვთისმშობლის ხატს მიიახლა. გახარებულმა და ამავე დროს შედრწმუნებულმა წმინდა გაბრიელმა შემდგომში ვერის ღვთისმშობლად წოდებული ხატი ზღვიდან სწორედ აქ, ამ ადგილას გამოაბრძანა. ამ ადგილზევე ცოტა ხნის შემდეგ სასწაულ მოქმედმა წყარო ამოხეთქა. ღვთისმშობლის ხატი ივერთ მონასტრის მთავარ ტაძარში დააბრძანეს, მაგრამ დილით მონასტრის ჭიშკართან დახვდათ. სასწაული მანამდე მეორდებოდა, ვიდრე ღვთისმშობელმა ბერებს გამოცხადებით არ აუწყა, აღარ გამოეცადათ იგი. რამე თუ სწორედ კარიბჭესთან სურდა ყოფილიყო. ცოლად და ხატად ქართველთ მონასტრისა და სრულიად ათონის სიმშვიდისა. პორტაიტისა, ანუ კარის ღვთისმშობელი ამჟამადაც ივერთ მონასტრის კარიბჭესთან აგებულ პატარა ეკლესიაში ასვენია და მას უამრავი სასწაული უკავშირდება. ივერთ მონასტერი დღესაც ივერთა ტიპიკონი, თუმცა ივერიელების გარეშე ცხოვრობს. ბერული სამრეკლო ლოცვის დაწყებას გვანიშნებს. ქართველ ბერთა უძველეს სავანეში ქართველები აღარ სწირავენ. ივირონის ქართულ ტკივილსა და სევდანარევ სიხარულს დღეს მხოლოდ ქართველი თუ იგრძნობს. მონასტერში აღარც ქართული წარწერებია შემორჩენილი და აღარც ქართული ფრესკები. აქ არც ქართველი წმინდა ბერების ნეშტებია. იოანეს, ექვთიმეს, ღირსი გიორგისა და წმინდა გაბრიელის ცხედრები ჯვაროსნებს გაუტაციათ. მათი საფლავები დღემდე უცნობია. თუმცა გადმოცემით ვიცით, რომ ივერთ მონასტრის საცავში დღესაც ინახება თორნიკე ერისთავის აბჯარი და ათონელ ქართველ მოღვაწეთა ხელნაწერები. მაგრამ საცავის დათვალიერების სურვილის გამჟღავნების შემდეგ მონასტრის წინამძღვარი აღარ გვინახავს. ბერძნები ივერთ მონასტერს მე-19 საუკუნის ბოლოდან პატრონობენ და ქართველების გამოჩენაზე ისევე ეჭვიანობენ, როგორც ნაშვილები ბავშვის გამზრდელი მშობელი დედის გამოჩენისას.